გამარჯობა მეგობრებო, არხის გამოწერება გაიხარო. გამარჯობათ. მაშასე, მინდა ძალიან მაგარი კაცი გაგაცნობთ რა, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ჩვენ საქმეს აკეთებს პირადად და ბატონო დავით პირადად ჩვენ საქმესაც აკეთებს. ბატონი კოჩალაღიძე. დავით ნასარიძესთან ვართ, მეტსახელად ჩოხა. ამაგდარი კაცი არის, ქართველ იარაღზე გადამკვდარი და რავი, მოკლედ ძალიან ესეთი იდეური ადამიანია, დიდი ხანია მეგობრობთ. ბატონ კოჩას დიდი მადლობა, ჰოლანდიაში ცხოვრობს და ყველაზე საინტერესო ის არის, არის სამხედრო, ანუ ჯარისკაცი რა და ჩვენი არხიც ჩვენ ყველანი ჯარისკაცები ვართ, ვანოც და ვინც გვიღებს ჩვენ საერთოდ ბატონი დავითის გარდა და მე და ბატონ კოჩას ცოტა უფრო ისეთი ჯარისკაცული საძმოს სული კიდე ცალკე მოყვება გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს. ქართული არახს აკეთებს, ზოგადად არახს აკეთებს, რკინისგან აკეთებს რაღაცას და მონაწილეობს სამწუხაროდ, არ ვიცი. სიდუხჭირის გამო, რის გამო რომ საქართველოში უფრო ნაკლები საშუალება ეგეთი რაღაცები დამზადდეს. მაგრამ კაია რომ თქვენ იქ ახართ და ეს ქართული კულტურა იქ გაგავთ და თქვენ თავზე რას გვეტყვით? აი რამდენი ხანია იქ მოღვაწეობთ ჰოლანდიაში და რა საქმიანობას ეწევით? გოჩალაღიძე, როგორც წარმოგვიდგინეს. მე ვარ თბილისში დაბადებული, სწავლობდი ექსპერიმენტულ სკოლაში, შემდეგ ხომაროვში. მათემატიკური განათლება, ბატონო. დაამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი. შემდეგ ვიყავი შეერაღებულ ძალებში და 95 წელს წლიდან ვმუშაობ ნიდერლანდების სამეფოში, ჰოლანდიაში. უკვე აი თითქმის 29 წელი იქ ვარ. თავიდანვე ვიყავი როგორც დამოუკიდებელი მჭედელი, მე იარაღე და მეორე წელს უკვე, როდესაც ნიდერლანდებში წავედი, მეორე წელს უკვე მქონდა იქაური თავდაცვის სამინისტროს დაკვეთა, კერძოდ სამხედრო მუზეუმის, რომელსაც დამიკვეთა მათი ისტორიული გმირის, პრინც მაურიც ნასავ ორანელის სამხედრო აღჭურვილობა. ამ ჯავშანი, ჰარნასი. ეს ასლი. რადგან ეს ასლი იყო ორიგინალი იყო ავსტრიაში, ავსტრიის ხელოვნების მუზეუმში, ნიდერლანდებს არ ჰქონდა. და ეს სურვილი იყო, რომ ნიდერლანდების სამხედრო მუზეუმს ქონოდა ამის ასლი, რადგან ორიგინალი წარმოუდგენელი იყო და შემდეგ მოხდა დიპლომატიური ხელშეკრულება სამინისტროებს შორის და ასე ნებართვა მივიღეთ. იმის შემდეგ სულ ამ სფეროში ვოღვაწეობ. აი, მიხვდით, ნახეთ ოფიციალურად ისრანაირი იყო და იცით როგორ იყო? ესე იგი ეს თავიდან რომ მკითხეს, ეს ფოტოები გამომიგზავნეს, ძალიან ბევრი ფოტო A4-ზე დაბეჭდილი და მკითხეს რომ აი ამის შეგიძლიათ ამის გაკეთება და რა დროში და რა ფასი და ეს რომ თქვი რომ შემიძლია, შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოხდა ეს ნებართვა. ავსტრიელებმა ჩამოიტანეს ეს საბჭარი ჰოლანდიაში, ამ მუზეუმში დროებით გამოფინეს და ამ გამოფენის დროს შემეძლო რომ ეს დამეშალა, შემესწავლა ფიზიკურად კი კამერების ზედამხედველობით და ორი ასისტენტი მეხმარებოდა. რამე რო ხელთათმანებით რა თქმა უნდა. და ეს აბსოლუტურად მილიმეტრის დონეზე, რაც კი შემეძლო ზუსტად ზომები და წონის ზომები, პროფილები, სისქეები, სიმრუდეები, მილიმეტრებით, მაგრამ თავიდან მუშანახაზები გავაკეთე. ესე იგი დაახლოებით 200 და მხოლოდ ზომების დაწერა მჭირდებოდა. ეს იყო დაახლოებით ახლა რო ვაველის მუზარაძე გააკეთე? ვაველის მუზარაძე. დიახ, ვაველის მუზარაძე ნებადამთეს ქართული მუზარადია. მე ვნახე, ქონდა Facebook-ზე და მე ყველაზე მაგრა რა მაინტერესა, ხალხსაც ალბათ რა. აი ხა ეს თბილისელი კაცი ჩახვედი ქუთაისში მეთქი კაცო, ქუთაისთან ჩამოვიდა სუმერეო. ჩახვედი ჰოლანდიაში. და აი აქამდე როგორ მიხარ? აი ხო ჩავედი, ახლა ქართველების უმეტესობა ჩადის საზღვარგარეთ და ახლა ის ხალხი ხო შენამდე როგორ კაც მოვიდა? აი როგორ ჩავედი, ესე იგი მე მქონდა ნანახი ჯვარცმული კუნძული, ესეთი კინოა, ტექსტილის აჯანყება და რატომღაც კი არა, დარწმუნებული ვიყავი რომ ქართველები გმირები იყვნენ, ნებისმიერ თანამ ქართველი მიღებული და რაღაცა თუმე სხვანაირად ყოფილა, მაგრამ მე რო ესე მეგონა იქ ხევსურული აბჯარი გავაკეთე ჰოლანდიაში რო ჩავედი, იმ წუთშივე სახელოსნო მომწეს იქ. არა, აქედან უკვე რაღაცა ურთიერთობა ქონდა გელოდებოდა. არავით არ ურთიერთობა, საერთოდ არავის არ ვიცნობდი, უბრალოდ რაღაც კონტაქტები იყო, მაგრამ ისეთი
მნიშვნელოვანი არა რომ იქ მე დაკვეთები მოეცა ჩემთვის. უბრალოდ მომიწყვეს გამოფენა ამ კუნძულ ტექსელზე საზღვაო მუზეუმში და ეს ხევსურული იარაღი შენი გაკეთებული ხო? ჩამაცვეს ფოტოები გადამიღეს გაზეთში დამბეჭდეს და ეს ორი თვე გაგრძელდა ეს გამოფენა ქართველების აჯანყებას ეხებოდა და ამ დროს იყო ხევსურული აბჯარი. და ამის დირექტორმა გამოშვიდობებისას მითხრა რომ რეკომენდაცია მომცა ნიდერლანდების სამეფოს არმიის და იარაღის მუზეუმი. ეს არის ერთ-ერთი ხუთი უდიდესი მუზეუმებიდან ნიდერლანდებში. რომაელებიდან დაწყებული დღემდე შეერაღებას აშუქებს ეს მუზეუმი. ძალიან დიდი მუზეუმია და ამ მუზეუმს ჰქონდა ამ მუზეუმში მიმიწვიეს და ხევსურული აბჯარი ვაჩვენე. ეს ღიაკარის დღე ჰქონდა თელი ეს მოსახლეობა მოდიოდა ეს ბავშვები რაღაცა და მე ვიჯექი და ჯაჭვის პერანგის რგოლები როგორ მოკლონდება მე მოკლონიან ჯაჭვის პერანგი ვაჩვენე არ ვაჩვენე ეს პლასკავით მანეზე მიდებული და ეს ხევსურული აბჯარი იყო გამოფენილი და საქართველოს დროშა ორი დღე ვიყავი ამ პერიოდში და ძალიან ბევრი ინტერესი გამოიწვია ამ დამსწრეებზე რომ მოდიოდნენ მე ბავშვებს ვაჩვენებდი როგორ უნდა აეჭედათ ეს რგოლები და დაინტერესდნენ კი და შემდეგ მეორეჯერ მიმიწვიეს და დამათვალიერებინეს თავიანთი საგამოფენო დარბაზი, სადაც იდგნენ ეს მე-15, მე-16 საუკუნის რაინდის აბჯრები, ხარნასები. და მეკითხებიან, ეხლა ეს თავარი კურატორია, ვინც მუზეუმის, ამის ესეთის გაკეთება შეგიძლია თან ბატონო რაღაცა და შემიძლია ამდენ ხანში ესეთი კითხვა ესეთი ის გავიარეთ ეს კითხვები და კარგით, ჩვენ ვიფიქრებთ, როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ და ზუსტად ორი კვირის მერე მომდის ორფურცლიანი წერილი. გვირგვინებიანი სამეფო მუზეუმია, იქ ქვემოთ აწერია მფარველი ბატონი პრინც ბერნარდი, ნიდერლანდებში. ხო და ეს წერილი თვალებს არ უჯერებდი, ახლა ესეთი რაღაც აქ წერია, რომ ჩვენო 80 წლიანი ომი ჰქონდათ ჰოლანდიელებს ესპანელებთან. და ეს 80 წლიანი ომი მერე მონსტერში მოეწერა ზავს ხელი და ამ ზავიდან 400 წლის იუბილეი იყო. და ეს ამათ უნდათ ეს ძალიან დიდად ეზეიმათ. ო, ახლა მოვლენა. და ეს პრინცი მაურიც ორანელი იყო, მან ჩამოაყალიბა ნიდერლანდების ლაშქარი, ეს ჯარი. რაღაც ესეთი ადამიანი იყო, ხო ის იყო, მეფე არ იყო მაშინ ჰოლანდიაში, მაგრამ პირველი იყო, რა სტატჰაუდერ ესე იყო. ჯარისკაცების კაზარმაში ეძინა, ესეთი ის იყო. და მაგან შექმნა ფაქტიურად ეს ჯარი და ეს პიროვნება იყო ამ გამოფენაზე ცენტრალური. მისი რაღაც ნივთები და ეს აბჯარი არ ქონდა და თხოვენ რომ ამისთვის რო გჭირდებაო ასლიო. ჩემი აზრით იცი რა მოხდა, მათ მე რო გამიცნეს. იფიქრეს როგორ შეიძლება ეს თავიანთ სასარგებლოდ და ჩემს სასარგებლოდ ასევე თან არა ძალიან დიდი თანხებით twიანი ხალხი და თავიანთი ქვეყნის მოყვარული. აი მე მაგას ყოველთვის ვიტყვი, ახლა ვინ გააკეთეს გიორგი საკაძის აბჯარის გინდა რეკონსტრუქციას, გინდა ეხო ფული ჯდება. დაახლოებით რა ჯდება ეგეთი აბჯარის გაკეთება? დაახლოებით ეგ მაშინ სხვათა ხაჯდებოდა. ეხლა ალბათ ჯდება 250.000 ევრო. აი ეგ ხარისხი რო გავაკეთოთ. ანუ მასალა არაფერი არ ჯდება. ანუ ვთქვათ, ბევრი არაფერი. მაგრამ შრომა 3000 საათი არის ჩადებული, 2500 ვთქვათ ეს. იქ საათობრივი ანაზღაურება. საათობრივი ანაზღაურებით გამოდის, ნორმალური საშუალო საათები, მაგრამ მაშინ არ გაუკეთა ეგრეთ ზვირად. პირველი დაკვეთა იყო და ახლა ცოტა მიჭირს. ჩვენთან აი ყველა ცუდი რა არის, მაგალითად ხმალი. თუ აკეთებ თვითონ დამკვეთი აი იმის ფას აი რამდენი რკინა წავა რა წავა და შენი შრომა არის ნული ნუ გეტყვის 10 ლარს მოგცემ რა მეტი რა არა რას ამბობ არა ჩვენთან აი იმიტომ არის ჩამგუდარი ყველაფერი ადრე როგორ იყო რაც მასალა ჯდებოდა იგივე ჯდებოდა ხელოსნის ნუ და ხო აი რატომ ჩვენთან არის ამოტრიალებული და აი ვფიქრობ მე და ეს აი ყველაზე ცუდი რა არის რომ მაგითი ადამიანი ვერა ცხოვრობს ანუ თქვენ ჰოლანდიაში წარმატებულ ადამიანთა შეხებით თქვენი ხელობიდან გამომდინარე ხო ეგრეა დიახ წარმატებული ოღონდ ცოტა სხვანაირად არის ამბავი ეს დაკვეთები გაგრძელდა თქვათ 6-7 წელი ეს სახელმწიფო დაკვეთები ეს სახელმწიფო დაკვეთა სამი გავაკეთე თავდაცვის სამინისტროსის შემდეგ მერიის დაკვეთა შემდეგ რაღაცნაირად კრიზისი დაიწყო და აღარ ქონდა ეს ბიუჯეტები აღარ იყო, ნუ რაღაც რესურსის პენსიაში გავიდა რაღაცა და შემდეგ გადავედი ნივთების რესტავრაციაზე.
ამ ძველი ანტიკვარიის რესტავრაციაზე. ამაში სულ არის საქმე და იხდიან. აი წარმოიდგინეთ ძალიან ძვირფასი ნივთები, ახლა ნივთის რესტავრაცია გავაკეთე, მაჰარაჯას ხმალი, სულ ალმასი, ლალი და ზურმუხტები. ის ხმალი რესტავრაციის შემდეგ იმ წუთშივე გაიკეთე 900,000 ევროთ. აი ესეთი ნივთები ყოველთვის არა ის იშვიათად მოდის. ეგ კერძო ადამიანის იყო? დილერის, ანტიკვარიატის დიდი სალონის იმის დაკვეთა იყო. ნუ ეგ ხო საპასუხისმგებლო საკითხია, რომ ეგეთ ნივთს ხელს აკიდებ და რაღაცას უკეთებ. იქ რაღაცა დაგერვა, რაღაცა არა, რასა მენდობიან, იმიტომ რომ ეგ თავარია ნივთი არ დააზიანო. და ის რესტავრაცია უკვე წლების მანძილზე ისეთი სამამი. აი, მოდი ცოტა სხვა კითხვას დაგისვამ, ანუ მე კი ვიცი და რაღაც რომ ახალგაზრდებმაც რომელი ნივთი ითვლება ახლად და რამდენი პროცენტი უნდა იყოს ძველი, რომ ნივთი ჩაითვალოს ძველად, ანუ ჩარევიდან დავუშვათ 70% თუ არის ძველი, დავუშვათ პირი რაღაც და ქარქაში, ანუ ითვლება ის ძველად თუ უკვე ახალ ნივთად ითვლება. როდესაც მე ვაკეთე, თქვათ, პროექტი მოვიდა, თქვათ, სიტყვაზე ვამბობ, ხმლის პირი მოვიდა ხელშეუხული. ამას აბსოლუტურად ვაკეთებ ოქმს. ვადოკუმენტირებ ფოტოს, ზომა, წონა და შემდეგ თუ დაკვეთაა, იმ დამკვეთა ვათანხმებ ესკის და ვამყოფ ამას, თქვათ, სიტყვაზე ეს მოდელი რო ავიღოთ. ვადაჯვრით, ხეტარით, სალტეებით და ვაკეთებ ხელშეუხურ ხმალს. ის ყველაფერი ოქში წერია, რომ ეს არის ძველ პირზე გაკეთებული რეკონსტრუქცია, თუმცა იმასაც აღნიშნავ, რომ ჩვენ რადგან არ ვიცოდით ეს როგორი იყო, ინტერპრეტაცია გამოდის. აი ეს ნივთი არის ახალიც და ძველიც, უბრალოდ ყველა ინდივიდუალური შემთხვევა სხვადასხვანაირი არის რა. მაგრამ ოფიციალურად თქვა პირი ანტიკვარულია, ტარი თქვა აი მაგალითად აი მაგრამ ეს არის მაგალითად მარტო მხოლოდ ძველი პირი. დიახ. აქ არის მხოლოდ ისიც დაჟანგული ძველი პირი. დიახ. მაგარი ძველი. დიახ. თითქმის ახალია, იმიტომ რომ ეს მხოლოდ გაწმენდა, იმიტომ რომ აქ ქარქაში ეს ნივთები, ვადაჯვარი, ხო? ეს ყველაფერი უკვე ეგ პირი ახალია რა თქმა უნდა. ხო, ანუ აი ამ შემთხვევაში ახლა მე კონტაქტური მუზეუმი ვარ, ჩემთვის მთავარი არის მქონდეს ნივთები და ახალგაზრდამ, სკოლის მოსწავლემ, ბავშვმა, სტუდენტმა გაიგოს როგორი იყო ქარქაში, ვადაჯვარი. ნუ თავარი არის ჩემთვის ეს, ანუ აღდგენა მოხდეს და ამიტომ ასეთ ნივთს არავინ არ მოკიდებს საქართველოში და არავინ არ გაწმინდავს და არც ნუ გადააგდებენ ჟანგიანი ავდიყვიან. უცხოეთში რასაც ვაკვირდები, იქ არის იქ წერია რომ ნივთი აი 70% თუ შეიცავს ძველ ელემენტებს, ითვლება ძველად. დანარჩენი არის რესტავრატორის კი თავისი შეიძლება არ იყოს, არ იცოდეს როგორი იყო დანარჩენი რაღაც. ძირითადად ისი ამ ვადაჯვარი როგორი იყო და რაღაც ქარქაში როგორი იყო და ამის მიხედვით აღადგენ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ზუსტად ისი აღდგეს როგორც იყო. აი მაგათ ჩვენ ფოტოები აქვს. ო, მაგრამ ზოგვის უცნობი ახლა ამის ქარქაში რანაირ იყო ღმერთმოდი. ეს არის ინდური ხმალია. არა. არა ნუ შეიძლება სხვა იმ პერიოდის მუზეუმები არაფერს არ უკეთებენ, ტოვებენ ეგრევე. რაც არიციან ეს არის რესტავრატორის კოდი არსებობს რაღაც ეს კოდი არის დაწერილიც და არაკეთებენ იმას რაც არიციან. ხო, ეგ მაგარი, და ტოვებენ, მაგრამ არიან კერძო კოლექციონერები, რომლებიც ითხოვენ, აი ესე მინდა, რომ ესე იყოს, აქ ფოტომასალები შედარებითი და ის არ არის ახლა რესტავრაცია რა არის, რას ნიშნავს თვითონ სიტყვა. ობიექტი ის ნივთი მიიყვანო ისეთ მდგომარეობამდე, რაც შეიძლება მაგრამ მიიყვანო ორიგინალურ მდგომარეობამდე. ანუ გამოყენებადი იყოს უფრო ლამაზი არ გააკეთო ვიდრე იყო. ეს არის რესტავრატორის კოდი. და მაგრამ ყველაფერი მასალებით მოხდეს აღდგენა დაახლოებით. აი ხა ზოგი ცოდოს მაგალითად ძველ ხმარზე აქ ოქროს დარნის უკეთებენ რაღაცას, ეგ მგონია რომ არ უნდა გაკეთდეს. ახალი გააკეთე ძველს რასეთში ხო? მე მაგისთან რამეს არ ვაკეთებ. მე ავაკეთებ ან რესტავრაციას, ან ხშირად უწევ ახლა გიწევს რომ კლიენტს გაუწიო დამკვეთს ანგარიში და როგორც ისე ითხოვს შენ რეკომენდაციებს აძლევ, მაგრამ და ან ვაკეთებ ჩემს საკუთარ ნამუშევარს თავიდან ბოლომდე ახალს. ეგ არის ჩემი
ყველაზე დიდი სიხარული რა როდის შემნავშევარს გქონდა. რა ხელოვნება. იქ თუ არიან ამით დაინტერესებული და საქართველოში თუ ყავს კარგი რესტავრატორები, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დამწყებები, აი ახალგაზრდები ვიღაც. როგორ გითხრა, აი რესტავრაციაში რაც შეეხება და ევროპაში არიან რესტავრაცია და მოვლა, აი მოვლა თვლი აი გაწმენდა, ეს ხო არა რესტავრაცია. ყავს თელი მსოფლიო და კლიენტები, თვით აი პანამიდან, ახალი ზელანდიიდან იქიდან საქმის ინტერესი აი ყოფილა რომ ვასწავლიან რაღაცა. მე კი როგორ არა, მე ვასწავლიდი, ერთი წელი ვასწავლიდი ანტვერპენის რატიფი ხელოვნების აკადემიაში, როგორც მიწვეული პროფესორი, ერთი წელი ამსტერდამის უნივერსიტეტში, ლითონის ტრადიციული დამუშავების ტექნოლოგია და 3 წელი ერთ-ერთ ინსტიტუტში, პიტერ ბრიუგელ ინსტიტუტი, იქ ყოველკვირეული ის ჰქონდა. და რომ არა, დიდი ხანია უკვე აღარ ვასწავლი, მაგრამ სახელოსნოს ისეთი მაქვს, რომ იქ მოსწავლის მოსვლა გამორიცხულია, მაგრამ არც ძალიან ადრე უფრო მთხოვდნენ ხოლმე. ეხლა სახელოსნო ცალკე გაქვს თუ სახლში? სახლთან მაქვს. კარგი. მე მაქვს სახელოსნო იმითი რა ქვია, Skype და მაგრამ მოწყობილი ყველაფერია თითქმის ანუ. კი, ჩემს სახელოსნო უფრო ლაბორატორიას გავს ესე რომ ვთქვა. საოპერაციოს რაღაც. და კიდე ზაგლი ყავს ლეიტენანტის ჩინით ხო თუ რა? ლეიტენანტია ახლა კი დაჩი. მე სერჟანტი მეტი საქართველოში ვერ გავხდი და ზაგლი თუ ლეიტენანტი ალბათ მეგობარი მყავს პოლკოვნიკი, რომელიც სამხედრო პოლიციის არის და ის ვანიჭებს წოდებას. რაღაც ხუმრობაა რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი გენერალი იყო სტუმრად. ჩვენი ის არის დამკვეთია და მე დავმეგობრდი და ეს რო უთხარი, ის ვაჩვენე, კაცთან რო შეხედავ ის გაფორმებულია მინისტრის სახელით რა დამსახურების გამო. ხო და რაღაც ესე შეხედა. შენზე უფრო ის არისო მაღალი ჩინის. ჩემზე მაღალი ჩინისკია. ხო რა უნდა მე თუ აკეთე? აი ეს იარაღები, სხვა რამეს თუ აკეთებ. აი თქვა ზარდახშა მოიტანეს ან ეგეთი რაღაც. მე რესტავრაცია გავაკეთეთ ამარ მეფის ნაქონი ზარდახშის. ოღონდ ის თბილისში. 2009 წელი იყო, ერთი თვით ვიყავი მივლინებული, უბრალოდ მივლინებული კი ჩემი ნება იყო და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დააფინანსა ეს ჩემი მივლინება, ესე რომ ვთქვა და ფონდში მუშაობდი აქ. ეროვნულ მუზეუმში და 11 ნივთის გაწმენდა რესტავრაცია და თამამების ზარდახშა იყო უნიკალური ირანული ესეთი ლატუნში არის ჩასმული ვერცხლი და ოქრო, ზარნიშით გაკეთე რაღაც ძალიან მაგარი ნამუშევარი და ის დეფორმირებული იყო, გავასწორეთ და გავწმინდეთ. ზარდახშა ყველაზე მაგრამ მაინც იარაღი მიყვარს რა. მეუნებიან ეხლა ზარდახშა გააკეთო ერთი არის გადამეკი და ზარდახშებს აგროვებს. რაღაც სოუდაგარის ზარდახშა უნდა თვლებით და რაღაც. ხო და თან რაღაც საიდუმლო გასაღები უნდა კონდეს, აქ რო გადაწევ, იქ უნდა რაღაც გამოიწევა, ეს უნდა გადაწევ და ხო რა ესო განცრო ინახავთ რაღაც ეგეთი. ხო რა ვიცი, მაგრამ იცით რა არის ეს მაინც იარაღია რა ჩემი. რა მაქვს გაკეთებული მე ასევე თავისუფალი ნამუშევრები, უფრო მიყვარს ხოჭოები, კიმურჩხალები. აი ამ კი ეს არის მაგის სურათები გამიგზა ამ ვიდეოში გამოვაჩენ რა. ამოვა სადღაც აი. მთელი სერია გაკეთებული, ჭიამაიები მიყვარს, მაგრამ ვერცხლის ფრთებიანი ისენი და ძალიან ბევრიც მაქვს გაყიდული. ამას ვაკეთებ. იცი როგორ პატარა პროექტებია რა შედარებით ზოგს მაგალითად ახლა იმ ჩოკელას ჭირდება 2 კვირა. 2 კვირა ყოველდღიური სამუშაო. ეს არ არის პატარა ისა დრო. მაგამ ღვთისმლოცველა დიდი ხო. მაგრამ ეს ჩემი პირადი პროექტებია, იმიტომ რომ რთული გასაყიდი არის. ამას არც ვფიქრობ, რომ მაგრამ ხანდახან ახლა ერთ ოქრომჭედელს მოეწონა ახლა ეს კიბურჩხალი და 5 თვე ის პროგრამაში ვყავდი რა ვაჭრობას ამბავში და ბოლო 100 ძალიან რო უნდა ადამიანს შენ ნამუშევარი რაღაც გაურიგდი რა და აი რაღაცა მინდა კიდე კითხო. ორი ქუთაისში ვიყავ ახლა ეგ მაგარი კაცი გავიცანი სკულპტორია რა და აკეთებ ძეგლს. ნახე ორი ქუთაისში რაც კი რამე ძეგლი ამ კაცს გაკეთებულია მაგარი კაცი. აი მაგაზე ვლაპარაკობთ რა და გვინდა გავაკეთოთ იმის რა ქვია ბიუსტს გაიკეთებო. უსასყიდლოდ გაიკეთებო გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტს. და ჩამოსხმა მე ცალკეო ნუ რა ვიცი ამდენი ხალხი ვარ ლარა რო დავდოთ სადაც 7000 ლარი ჭდება მგონი ის გაკეთებოდა. აი მაგას უთხარი აკეთებს ბიუსტს, ეხლა აკეთებს ხრესლის ბრძოლასთან დაკავშირებით მეფეს აკეთებს იმაზე რა ქვია ცხენზე, ანუ იმხელა კომპოზიცია და მე ვთქვი შენთვის მეთქი აი პირადად თუ რამეს აკეთებ და ეგ როგორ და აი მეთქი აი შენი აი თქვა მოგინდა არ ვიცი დონ კიხოტის გაკეთება ან სანჩოსი просто გიყვარს რა და მოგწოს მეთქი და ჩვენ არ ვიფიქრია მაგაზე მაგრამ დრო არ მაქვს
აი მისყეთ რო თუ გვაქვს მაგით ეთქვა გიყვარს რაღაცა რომ შენთვის მოიცალო და თქვა ორი თვე დახარჯო იმაზე რომ გააკეთო შენთვის საყვარელი რომელსაც არ გაყიდიან უბრალოდ ხო შეიძლება არ შემოვიდეს არანაირი შეკვეთა მაგრამ გინდა რომ გააკეთო თუ ეგეთი რა რაღაცა თქმა უნდა ეხა რესტავრაცია ესეთი ის არის სულ მუდმივად მაქვს საქმე მაგრამ ჩემი რო არ გავაკეთო ვერ ვიცხოვრი არსებობს აი ქართული პროექტს ვიღებ მაგალითად ერეკლემების ხმალი ერეკლემების ხმალზე სპეციალურად ავიღე ნებართვა ეროვნული მუზეუმის მთავარი მენეჯერისგან რომ გამეზომა ამეწონა ეს პროექტი ავიღე ეს არის ჩემი სული და გული ამ 3 წელი მუშაობდი იმ შუალედებში რა ეხა იქ ნიდერლანდებში რო არ იმუშაო ჩაიძირები იქ შემოსავალი თუ არ გექნა ის ჰიპოთეკას ვერ გადაეხდის მუდმივად უნდა ქონდეს შემოსავალი ანუ მოცულობას გეხარ რომელმაც უხელი უნდა იქნიო გაჩერდები წავიდე გაჩერდები ჩაიძირები იმიტომ რომ ისეთი თითქოს ლამაზი თითქოს კი არა დავარცხნილი ქვეყანა არის მაგრამ იმდენად კაცრი სოციალური ისა აქვს არ იმუშაო შემოსავალი არ გექნება ჩადიხარ სოციალზე რაღაც ის არის ანუ ამას ისევ ანაწილებ ეს ავტომატურად ხდება დაკვეთებსა და მეორე დაკვეთას შორის შუალედში ვიმუშაობ ჩემს საყვარელ რამაზე ეს ერეკლეს ხმა ძალიან მაგარი პროექტი იყო მის მერე მქონდა სვანური მშვილდი მის მერე მქონდა სვანური ფარი და ძალიან ბაგრატიონების გორდახმალი და დამიგროვდა ძალიან დიდი კოლექცია ანუ შენი საკუთარი კი ზოგი გაიყიდა აი წელზე გასაკეთებელი კაი პროექტი იყო მაგრამ ამ პროექტებზე ხშირად მიწევს ქართულ კოლეგებთან და არა მარტო ქართულ თანამშრომლობ თქვა ბულატის ფოლადის ზაგატოკა საქართველოში უკეთაო ვინ არის ჩვენთან კარგი ოსტატი ამ თემატიკაზე საქართველოში ბევრი კარგი ოსტატი არის მე გამოვყოფდი ზაქრონონიკაშვილს ალეკო აღდგომელაშვილს რა თქმა უნდა ეგ ბულაც რა შეეხება ამირან ბიჭაშვილს არა ბულაც რა შეეხება ერთ-ერთი არის ზაქრო და ბორის თათაშვილი ახალციხელი მეტი მე არ ვიცი ბულაც ვინც აკეთებს საქართველოში მაგრამ იცი ანუ დამასკურ ფოლადს რასაც ეძახი ხო დაკეცილი დამასკურს ბევრი აკეთებს ეს ბულაცა და დამასკურს შორის ბულატი კიდე რაღაც ბულატი არის იხარშება ტიგელში დამასკური იჭედება იკეცება დამასკურს ფირფანი აკეთებს გიორგის მესტიაში ეს ბორის თათაშვილი კიდე და კიდე აკეთებენ რამდენიმე კი რამოდენიმე გამოყენა იყო და ანუ ეს ამბავი არ არის ჩამყუდარი ხა ბევრი ხალხმა არ იცის საერთოდ რა ხდება რა ესეთი ადამიანები თუ არსებობენ რომ ნამდვილი თქვა რკინის მკვეთრელი ხმალი გააკეთოს ვიღაცამ და აი ძველად რაც კეთებოდა ძველი ტექნოლოგიებით არიან ხო იცი რა არის აი ხო ჩვენ რო ლაპარაკობთ საქართველოში წამიერად იზრდება ეს ცნობიერება ხო კი აქ ამას ბევრი ხალხი აქვს ხო დამზადის ოსტატები ციცი რამდენი არიან უკვე ძალიან 100-ზე მეტი და რაღაცა და ევროპაში და იქეთ უფრო ადრე იყო საქართველოში რამდენიმე წელია აი ძალიან მაღლა მიდის ვითარდება ხარისხი ვითარდება მე ხარისხი თავისთავად კონკურენცია შემოსავლის წყარო უნდა იყოს ახლა რუსთავში არის მაგალითად დაახლოებით 7 მჭედელი კი ვიცრობს ხო და ეგ მიმიწვეს რა იქაც ჩავალა საკვირველი ახლა ცოტა დროში ვარ ხოლმე შეზღუდული ძალიან ელახუციშვილი ბატონო ო აი ძალიან კაი რო ახლა ახლა ნახე ჰოლანდიაში ჩამოსვლა ახლა მომიწია თუმცა იქაც ჩამოვარ ერთად თქვენ იმაში რა ქვია თქვენ სახელოსნოში მინდა რომ ის ყველაფერი გადავიღოთ ზურა ახლა იმ ლაპარაკის დროს მინდა რომ ეს გამოჩნდება თქვენი დამზადებული იარაღები ფოტოებს თუ გამომიგზავნით რა და თვითონ საქართველოში თუა ისეთი რაღაცა ცენტრალიზებული აი როგორც გილდია მაგალითად მჭედლების ადრე ხო იყო უსტაბაში ყავდა მთელი ამბავი და თუ არის ეგეთი არის შეიქმნა ცოტა ხნის წინ საქართველოს მჭედელთა გილდია ამის დამფუძნებელი არის გილდიის ყველა წევრი ეს შეიქმნა პრეზენტაცია მოხდა რუსთავის მუზეუმში და იქ გაერთიანებული არიან ზუსტად რაოდენობა არ ვიცი თუმცა რაოდენობა ლაშა ხუნჩუკაშვილი არის ხმლები ხანჯლები ჭედლების გილდია ვინც აი ქმნის ამ იარაღს ფაქტიურად აუცილებელი არ არის ჭედელი იყოს აი მაგალითად მეაჯრეებია კი დანას რო აკეთებს მაგალითად ადამიანი და იმას ყიდულობს ფოლადს და ამკობს ისიც არის ამ გილდიაში პარალელურად არის საქართველოს დანების და კოლექციონერთა ასოციაცია იქ არიან გაერთიანებულები აგრეთვე დანისკეთებლები აგრეთვე მე ვარ მან მიცული და აგრეთვე კოლექციონერები იქ არიან მაგალითად ძალიან ისეთი ცნობილი ექიმები, ესეთი გენერლები და ესეთი ვისაც დანა უყარდა თვითონ ცივი არ არის ეგეთი.
და ეს ორივე ვფიქრობ, რომ ორივე წარმატებული ორგანიზაციაა და მომავალში ეხლა იგეგმება მაგალითად ოქტომბერში მეტეხის სასტუმროში გამოფენა. წინა წელს ვიყავი, ახლაც მივარ აუცილებლად. ძალიან მაგარი ღონისძიება არის, ეგ უკვე 60, შარშან 60 იყო მონაწილე, წელს არ ვიცი, მაგრამ მეც მივიღებ მონაწილეობას როგორც კონკურსად რომ მოვა იქ, რომ იყო ეს და ძალიან მაგარია. აი რა მაინტერესებს. თუ შეიძლება საქართველოში ან თუ არსებობს, ან თუ მომავალში შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს რაღაცა, რომ ეხლა მე ვარ ჩვეულებრივი მაყურებელი. აი 17 წლის ჭამონით ახსოვზე იდეებით სავსე კაცი. მინდა რომ ვისწავლო ხმის გაკეთება. რა ვქნა? თუ ძალიან გინდა ხმის გაკეთება. აი ცხოვრობ ხაშურში. არა, ისწავლო არა, თუ ძალიან გინდა ხმალი გააკეთო. გააკეთებ. მე ესე გავაკეთებ. აი ეგ ხო, მაგრამ ეგ არის გეტყვი, ეგ არის ველოსიპედი მოიგონე, მაგრამ შენ რომ მე მომგებარო და შენ რომ მე მასწავლო. თუ მომუნდები 4 თვე, ჩემი დრო ვისწავლო, შეიძლება 20 წელი მოვუდი. აუ, ეგ ჩემი აზრით, აი ესე ვამბობ, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ეს ხმალი და ხანჯალი და ის არ აქვს მაგალითად ავტოხელოსანს ეს ცოტა უხეშ შედარება მოთხოვნა იმაზე ის თუ არ იყოს ჭირდება ხო ამაზე მყიდველი არის აი ეს სკოლა ის სკოლა რა ეს გილდია მოსწავლე ოსტატი ისა აღარ არის ახლა იმიტომ რომ მაშინ ძალიან ბევრი მზადდებოდა და საჭიროება იყო და ეხლა არის მხოლოდ დეკორატიული და ასევე მაგალითად არის იმიტომ რომ ახლა ჩვენთან მაგალითად ახლა ევროპაში რეკონსტრუქციები ტარდება აი მაგისთვის ფესტივალები ტარდება ახლა ჩვენები რო ჩავიდნენ შვედეთში იყვნენ ბიჭები ხო არის იქ ცოცხალი სოფელია ძველებურ სტილში ამ ბრძოლა იდგმება ან ნაპოლეონიკა ამას ყველაფერს ჭირდება მე რესტავრაციები იმათ თუნდაც არა მე მინახია ხო ინტერნეტში რომ მთელი ჯარი ყავს შეიარაღებული სხვა შეკითხვა დასვა არა სად უნდა ვისწავლოთ აი სად ვისწავლოთ ყავს ახლა მაგალითად რამდენიმე ოსტატი ზაქრო მაგარი ახლა არ ვიცი როგორ არის მაგრამ ადამიანი ისა ყველას რო ეხმარება რა აი სოდნებს უბრალოდ ისეთი პროცესია ხლისვრის გაჭედვა მაგაზე უნდა წლები იმუშაო რომ გაჭედო ის კარგი ფოლადი თორე თუ გინდა ხლის გაკეთება შეგიძლია მზა ფოლადი აიღო რომელიც ასევე არანაკლებ კარგი ხარისხისა თანამედროვე ფოლადი და ის დაამუშაო გაქვს არანაკლებ მაგარი ხარისხის ხმალი უბრალოდ ახლა ის ჭედვა ის მაგრამ არ იქნები მისტიკური ხალხია ეს თვითონ ჩაქუჩის დარტყმა ენერგიები კოსმოსური ენერგიები ჩადიარა კი გამიგონია ხო ჭედლები და სხვათა შორის ადრე ჭედელი მიიწლებოდა ჯატუხრად თვითონ სოფელში საზოგადოებაში და კბილსაც იღებდა ჭედელი იმიტომ რომ მარწუხი ჰქონდა და ითოლებოდა რომ თვითონ სოფელში ჭედელი თუ არ იყო ერთი მაინც ის სოფელი არ იყო იმიტომ რაღაცა რომ გაგიფუჭდებოდი იმას და გაეკეთებდი ჩვენ სოფელში იყო იყო ყველა სოფელში იყო თვითონ ჭედელი მღვდელი და მჭედელიო ყველასი არისო ესეთი ანუ ეს სამწუხაროდ არ არის ეგეთი რა ეს კითხვას დაგისვამ აი ახლა იცი ჩვენ მუზეუმებს რა აქვს ევროპული მუზეუმები იცი სამხედრო იარაღის ცალკე ეროვნული მუზეუმი ხო უნდა კონდეს რა თქმა უნდა კონდეს არა მარტო სამხედრო იარაღის სამხედრო ხელოვნების ფიქრობ სადაც იქნება იარაღი იქნება ტაქტი ქართველები იყვნენ ომის მანქანა იყო საქართველოს ტერიტორიაზე საკმარისი ტექნიკა არის რომ რაღაცა შევქონათ და ფული ნება ჩემი აზრით ნება მე აი სოფლიოში ყველა ქვეყანას აქვს ნუ მეტნაკლებ საქართველოს რო არის ყველას ვერ ვიტყვი მაგრამ თავდაცვის სამინისტრო არის მაგის როგორც წესი მაგის დამფინანსებელი იმიტომ რომ ეს მუზეუმები კულტურას ეკუთვნის ზოგჯერ აქვს მუზეუმი სამხედრო აკადემიებს მაგრამ აი სამხედრო აკადემიაში ვერ შედიან სკოლის მოსწავლეები ტურისტები ჩვენ გვაქვს მუზეუმი აკადემიაში გორში მაგრამ იქ ხო დასწრება მე არ მიშენ უთხარი გადამაღები მე მგონი ეგ ძალიან დიდი ხნის ხანია მიდის ამაზე საუბარი მე მახსოვს ბასტი ბუბუსის რო იყო სამხედრო მუზეუმი, აი ეგ იყო სამხედრო მუზეუმი და არა, ჩვენც ვითხოვდით რომ სადმე აკრძანის ისულზე ან სადმე იყოს, მაგრამ ანუ ჩვენ ვითვლით რომ აი სადაც ტანკები, ზარბაზნებიც იქნება 1-2 თვითმფრინავი, სულ 25 MiG-21 რასაც თბილისი აწარმოებდა, რაღაც უნდა კონდეს ერი რომელიც ყველა ომში ომობდა და ყველგან გამოიჩინა თავი, მე მგონი გვეკუთვნის სამხედრო მუზეუმი, იმიტომ რომ ესეთი ნივთები მაგას არავინ არ გავიკეთეს, ეგ უნდა გავაკეთოთ ქართველებმა. ხო და აი ეგ არის რომ მაგის აი ამას ვიძახი რომ ქართველებმა თვითონ ხალხმა უნდა რაღაცა მარტო ჭამაყლაპოზე ჩემი კონტაქტური პატარა მუზეუმია კერძო აქ ერთი კლასიც არ ეტევა. ჩოხა მაგარ საქმეს აკეთებ რა, სულ ყოველთვის ვადევნებ ისეთი რაღაც. ჯერ მარტო მოქალაქეები ეს ბავშვები რო ნახულობენ ამას ასინოებას მუშაობს ესა, მართლა მუშაობს, იმიტომ რომ აი ამას ნახულობ. ეს იყო მე რო
ვიყავი თქვა 18-19 წლის ამაზე გიждდებოდი და დავდიოდი ეროვნულ მუზეუმში ჟანაში ეს დაჟე ბილეთსაც აღარ ვიღებდი მიცნობდნენ და აურბოდი იმერზე და ასე ვიდექი და აი აქ არის ესეთი და ხელს ვინ მოგაკიდინებდა ნატრობდი რომ ნამდვილი ხმალი უბრალოდ ხელში დამეჭირა უბრალოდ პროსტა იყო რაღაცა ის როგორ მახსენდება ის დრო აი ესე რომ დავდიოდი და ეხლა არის ესეც საშუალება ხელი მოკიდო კაციც არის ვისაც დაელაპარაკები ხო ამის ისა და რა ვიცი მაგიზე დავატირი მე ყველა ვარიანტში არ ვიცი ვის ხელეწიფება ალბათ მოვად რომ მაგისიც რა იმიტომ რუსები ჩვენ გვეუბნებოდნენ თქვენ რაღაც ღაპრები გაქვთ ისტორია რა ისაუბროთ ველური ხალხი იყავ ტუზემნი პლემენაო და რაღაცებს იგონებთო და რაღაცა იმ დონეზე ჩააგონე შეიძლება ზოგ-ზოგეთის დაჩერქებულ თავში რომ თქვენს რომ ნუ აი ესე რა ისტორიაში გვასწავლდნენ რომ დოლგორიკიდან დაწყებულა თულო ყველაფერი და რაღაცა რადოგის ომი და რაღაც აპრები აქვს მოგონილი თვითონ ხო და ჩვენ მალ ამოდენა ისტორიის ხალხი ვართ რა ვიცი რა აი თვითონ დაწერეთ ხალხო ვინც რას აფიქრობს არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა თან სხვას უყუროთ ხელში ეს კაცი ფიზიკურად აკეთებს ეს კაციც ფიზიკურად აკეთებს მეც რაღაცას ეხლა მე ვერ ვიტყვი რა დიდი მეხანჯლე ვარ და მიყვარს და ჩემ დონეზე რა შემიძლია ვაკეთებ ერთი პერიოდი მაგი თავსაც ვინახავდი ხმებს ვაკეთებ ხარ ხო და მარლენიც ხო იყო ხო კიდე მე რა მინდა თქვა რომ ის უნდა იყოს რაღაცა რა მომბაძველები მიმდევრები ეს პოპულარული უნდა იყოს ვინც გიყურებს იმან არ უნდა ნახოს რომ შენ ქვეყანამ გაჭრიტა და მშიერი მოკლა იმიტომ რომ ის იტყვის რომ ეს თუ მშიერი მოკლა მე ამ გზაზე როგორ წავიდე ხო ეს თუ წარმატებული გახდა ახლა ჰოლანდიაში წარმატებული ხარ ძალიან მაგარია მაგრამ საქართველოში რომ შეიძლება 20 ჯერ მეტი ენერგია დახარჯო და იმის 3% ვერ მიიღო რაც გეკუთვნის კი არა და საცხოვრებელი პირობები მაინც რო კონდეს ღირსეული და მშიერი არ აყდება ჩემი აზრით თუ მაღალ ხარისხებს აკეთებ ყველანაირად დახვეწილი არა ყოველთვის გექნება კარგად იქნები რა კი მაგრამ სწავლა ხო გინდა ქართველებს შესაძლოა გვაქვს გენეტიკურად ხმალი არიან ხალხი ხა ხმალი უნდა რა ოჯახში კონდეს ხმალი ყველას უნდა ძვირი ხო და ის მიდის თქვა ამირან ბიჭაშვილთან მიდის ძალიან მაგარი ოსტატი არის ან და ის რა ვიცი ხა მე მათი ტარიფები და ესენი დაახლოებით კი ვიცი მაგრამ ეგ თვითონ როგორც მოთხოვნადი არის აი ესეთი არასასუვენირე ის ამ დროს დეკორატიულია მაგრამ ამ დროს საბრძოლო არის აი არის ხალხი ზოგს ის უნდა აი ალეკოს ნამუშევრები ხა თეთრი ხანჯალი რო გააკეთა ის არის შედევრი ო მე ვნახე კი ხო ეს არის აი თანამედროვე მეიარაღეობის ხელოვნების შედევრი ეგ რო ყოფილიყო ხა 100 წლის ერმიტაჟში იდებოდა ეგრევე შეხვალ დადებდი ეს თანამედროვე და ეს კეთდება აი ესეთი უნიკალური რაღაცები იქნება ეს თრათ ისე ცუდად არ არის ცეცხლსროლის ოსტატებიც ყავს ამას ხო მაგრამ ბაზა ხო უნდა იყოს სადაც მოვა და ვისწავლი კი აი როგორც ათქვი ხარ მე ხანჯის გაკეთებ მასწავლე ერთმა მასწავლე როგორ ერთხელ მანახა და მითხრა რომ აბა ეს ამაზე მიაპაიკე და ოფსიო იციო რა ეხლა მე შენ გეტყვი რასაც მიაპაიკო დაჭირდა 4 თვეში იმაზე 10 ჯერ მეტი ვიცოდი ვინც ეს მიპაიკება მასწავლა მაგრამ მერე და მერე უკვე ვეღარ გამდი რაღაც დონეზე კაი ჩემით მივედი ჭედვა ცალკე თემა ხო არა ჭედვაზე არ არის საუბარი სამჭედლო ჩემთვის არის ღაპარი რა ვიცი რა როს თვითონ ცხელრკინასთან მუშაობა და რამე ძალიან რთულია ალბათ რა და ალბათ მალე 3-4 წელი უნდა იყოს შეგიძლიათ რომ ნახო მაინც ასაკეთებ რა და აი ეგეთი ბაზები რო არ არის ეგ არის ცუდი რა ძალიან რა მართლა არ არის ეგეთი ბაზე არიან ერთეულები რომელსაც მაგაზე მუშაობენ მაგრამ ისე რომ სკოლასავით კონდეს იქნება ამ გილდიამ და ჩვენმა ასოციაციამ რაღაცნაირად მაგას შეუწყოს თან ანაზღაურებადი იქნება ჩემს ეგ უნდა იყოს სამხატვრო აკადემიაში თოიძეში უნდა იყოს ეგ რაღაც პატარა კათედრა ან რაღაც კათედრის ნაწილი რომელიც მიწევს იმ ოსტატს ვინცაც ეს შეუძლია და დაინტერესებული ანუ განათლების სამინისტრომდე უნდა იყოს ეგ აუცილებლად რა იმიტომ ჰოლანდიაში ეგ არის ინსტიტუტებში არის სამჭედლო არის და იქ იხდი რაღაც თანხას თუ გიდა იყოს ერთკვირიანი კურსი რა ვიცი არის რა მართლა ჭედვა სასწაული მე ვთვლი რომ აქ ეს რაღაც დონეზე იქნება ანაზღაურებადიც და ნუ შემოსავალიც იქნებოდა მაგრამ აი ჩვენ მოსწავლეებს და ტურიზმს ჭირდება ეს ღია სამჭედლოები რაღაცა სემინარები გამოცდილი იმიტომ მაგათ ცეცხლსროლის დამზადება ხა ხო
მაჭახელაში ყავს თბილისში არის ორი ადამიანი, ერთი გორშია სხვათა შორის. ანუ მეტი არ აქვს. და ცეცხლსასრულს სულ სხვა თემატიკა. მე ფანი ვარ ცეცხლსრული ტერმინის. რულის ჭედვა ეგ კიდე ცალკე რაღაცა. და მე ხო მჭირდება ამის არა, როგორ არ მჭირდება? იმხელა საერთოდ სხვანაირ ცეცხლსრული გვაქვს. ანუ აი ახლა ეს თოფები. ხო, აი ეს არის ბოლო ერთ-ერთი გარესტავრირებული ლულა ძველია. ლულა და კონტახი ძველია, ჩახმახებია ახალი. ძალიან ლამაზი თოფი არის რა ესეთი. გვაყუთხედი ლულა. ამის ოსტატს. მაგრამ სამხედროა და ვერ ასახელებს თავის. ანუ ვიკინგიური ის ვინც გააკეთა და ვიცი კი. ბატონი დავითი. და აჰა. მოკლედ, აი ეს ახლა არის ხელოვნების ნიმუში, მაგრამ ჩვენი ჩახმახი არის გარედან, არა აქვს დამცავი, კონდახი ძალიან წვრილია, ხა სპილოზვალი ეყენა, ახლა თუთაა და ნუ ხო თავისებური ლამაზი ისაა, ხო და ორნამენტები შეიძლება გინდა ქართული გინდა. ბატონო და ლულას, ლურავის ნუ მიუშერი მეთქი, გითხარი მილიონი. სათამაშო თოფის ლულის მიწვერდაში. მე ვთვლი რომ ყველა სეგმენტ, თუნდაც აი ბრინჯაოს ისტორია, აი ბრინჯაოს გვაქვს ძალიან დიდი კულტურა რა. ამისი ასლები რომ ჩამოასხან და გაყიდონ, ხო მარტო ზარები ხო არა ეს საეკლესიო. არის მაგალითად ბრინჯაოს იარაღი, აი ტროას ომზე როა პოპულარიზაცია იქნა, ჩვენ არ ჩამოვრჩებოდით, აი შუბებია, ბრინჯაოს სატევრები ნაჯახე კოლხური ცულებია ეს ტურის მჭირდება როგორც ნივთი როგორც ახლა ზოგი ეხლა სადავას ზოგი მისამართი თქვის რა სიონის 8-ში სიონის ქუჩაზე 8 ნომერში არის ეს მუზეუმი რა და აქ მოდით რა და პირადადაც რახავ დავითას ეგ ერთი ეგ უნდა ვთქვა უცებთ იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცა მუზეუმში შუშის ქვეშოდეს შეგიძლიათ ხელი მოკიდოთ უბრალოდ განა ისა რომ მე მომცავ მარტო უფლება თქვენ რომ მომძანდეთ შეულებრივ მოკვდავი და ვისაც არ ჭერია და ეს ისა მუღამი თოფის დაჭერის ხო არის ძალიან მაგარი რა და აი მაგისთვის ძალიან დიდი მადლობა ანუ თან ის არის რა ქვია რაც კი საღორეში ანუ ამ ხანჯლებით კლავენ ხორებს და რაღაც ეგეთებს აკეთებენ რაც რა ვიცი რა და მოგმართ თუ რამე გაქვთ აქ უფრო მაგრა შეინახება თუ აკარა ჯანაშია სახელობის მუზეუმში თქვენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რა შეიძლება კაცი მეგრელია და სამეგრელოში არის მუზეუმები და მეგრელს თუ თავის პაპის მეგრული ხანჯალი აქვს მიიტანოს და იქ იყოს ოღონდ თქვენ ხო არაფერში არ იყენებთ ხო ვერულით სათანადოდ როგორც წესებია მაგას ხო თავის შენახვის ისა დედაჩემის ნათლია ჯაბა ამილახვარი ცხოვრობდა დაიღუპა ალბათ ცხონებული სოფელ გრაკალში და არც უშემთხვევით მოგდით მატარონო გავთ და დედაჩემ მოდი ეს კაცი ხნიერი კაცი იყო და მივედით წინ და ცუდი ამინდი იყო აი 90-იან წლები რაღაცა და რას აკეთებო მითხრა მაშინ თუ ჯელი ვიყავი და მეთქი ავი ხანჯებს რაღაცებს და მე ხანჯალი მაქვს და კარგად თუ გამიგე, მე კი გაიკეთებ ეხლა რომ ხანჯალი გამომიტანა, როგორი შენახული, იცი, ძველი სპილოზვის ტარი ქონდა. დახვრეტილი იყო ტარი და ოქროს მართულები იყო გაყრილი, რამოდენიმე ამოვარდნილი იყო, მაგრამ მეთქი როგორი ნახავ მეთქეს. პირი იყო როგორ მდგომარეობაში, ეგ ეგონება ემტუში სამჭელოდან გამოიტანესო და ცხრის დუმითო როგორც მასწავლა პაპაჩემა და მამაჩემაო, მეთქი ზეთები არსებობს რა ცხრის დუმ არაო. აი ადრე როგორც ჩემი წინაპარი აკეთებდა ზუსტად ეგრე ვინახავ ცხრის დუმითა პოხაო და შენახული მაქვს დაკონსერვებული ქონდა რა ამოღების დროს გავწმინდაო და კი მქონდეთ ორი თვე მე მქონდა მაგის ქარქაში გავუკეთე და მე მიუტანე უკან რა და ეგრე არავინ არ ინახავს ალბათ ბევრ მარციცის რა ხანჯლების ვიდეოთი გაგიცანი მე შენ რომ არ გაანადგუროთ არ გადაჭრა კორონას დროს ძალიან ბევრი თოფის ლულა დაჭრეს ხანჯლები და არ მოანიკელოთ კიდე რა და რაღაცა საშინე არ გაწმინდოთ ეგ რაღაცა აი ეს იყო კატარად გადაკეთებული ტურბა ქონდა მისვაკული ამას აი აქ იყო ტურბა და აღვადგინეთ რა ნანახი არის ვიდეო დევს მეგობარი იუთუბერი და ამ სუბუქია ხო და ნახე რა ქარივით არის მოფრთხილება უნდა ყველაფერს ამით სუბუქი და სისწრაფეა ეს შაშკა ხო ქარივით ხარ ეს არის ბატონო სუბუქი 500 გრამამდე არის არ იყო მძიმე შაშკებიც არა არის კიდე ლეგენდები 16 კილოვანი ხმალი ქონდა და გალესილი რელსივით იქნებოდა და თუნდაც ყველაფერსაც ხვიპა ცხენსა და კაცშუაზე ჭრიდა და თავი ჯავშერდა ეგ არის ღაპრები ალბათ და ბატონო გოჩა დიდი მადლობა რომ გვეწვიე რა აი ძალიან მაგარია სასიხარულო რომ ჯერ საქართველოს ჩამოხოდით მე ჩვენთან მოხოდით და მორალურად გვერდზე გვიდიხარ და ფიზიკურადაც აი რაღაცა
აი ესეთი პატარა საჩუქარი რაც არის. მუზეუმი იყო პატარა. ხო, აი ესეთი რაღაცა ბატონი გოჩასგან ეს ორი ასლი, ეს ორი არის ორიგინალი შუბის პირი და რავი შეიძლება მიწა შეჩქინდეთ იქ იპოვონ საქართველოს ესეთი მდიდარი ეგეთი რაღაცები თორე. ხო და ამით იმაში დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. თქვენ თუ გაქვთ რაიმე არხი ან რაიმე Facebook-ი, სადაც თქვენი ნამუშევრების ნახვა შეიძლება. დიახ, Facebook-ი მაქვს და საკმაოდ აქტიური ვარ. რაც ხალისობ. ხო და მაშინ თქვენ Facebook-ის იმას ჩავაგდებ, ლინკს დაბლა. ვიდეოს აღწერაში იქნება, იმიტომ რომ აქ ყველაფერს ვერ გამოჩვენთ, მით უმეტეს მე ხო მეგობრებივად Facebook-ზე. თქვენი ახალი პროექტები რო იდება, აი ბოლოს იყო მგონი მუზარადი რა. პოლონეთში ვაველის მუზარადი. ხო. ეგ მუზარადი როგორ მოხდა? ეს არ ვიცით როგორ მოხდა, ერთ-ერთი მდიდარი კოლექციონერის საკუთრება იყო და ამან მიყიდა ვაველი არის კასტელი, სამეფო კასტელი კრაკოვში. ამ კრაკოვის მუზეუმმა იყიდა ეგ. ეს არის მე-14 საუკუნის ქართული მუზარადი. ჯაჭვსპერანგი ძარადით, აი სახელით თუმცა ეს ჯაჭვსპერანგი დაკარგულია და ზემოთ აქვს ზედნადები, რომელიც არის მე-17 საუკუნის და ზედაწერია რომ წმინდა გიორგი დაგვეხმარა საზვერელ ჩიჯავაძეებს. ჩიჯავაძეები იმ ეჭხუმელი დიდი თავადები იყვნენ. და ეს როგორ მოხდა ვერ მიპასუხე, უბრალოდ იმდენად ის არის ძველი არის ძალიან ძველი. ანალოგიური არის აგრეთვე ლეჩხუმში, მაგრამ ეს ვაველის არის ულამაზესი ფორმით და შენახულობით. რომ მივწერე მუზეუმს წერილი თხოვნა გაზომვა აწონვა იმაზე, სულ რაღაც რამდენიმე წუთში მივიღე თანხმობა მთავარი დირექტორისგან. ეს იყო რაღაც ძალიან დიდი სტიმულია და ახლა მუზეუმში რო აგზავნი ზოგან პასუხსარხსემი გაგცემის ამ კვირის მერე. ამ კაცმა ეთყობა რაღაც ჩემი საიდი ნახა მე ქართველები რაღაც აი რატომაც გონია რომ რაღაც დიდი სიმპათიით მომცა ეს ნებართვა რა. და ეხლა სანადირო თოფე გადავიფორმე ეს მინდა თქვა რაღაც ესეთი რამე რუსთავში არის ასააგენტო სადაც იფორმებს შეხო რაღაცა ისა და რო შევედი პოლიციის გაყოფილებაში დავჯექი პირადობა ნახა და ბატონო გოჩაო ვაველის მუზარადის ამბავი როგორ არის ორ მაგარია მე ეგ ძალიან მაგარია ხო ძალიან მაგარია ეგ არის აი ხო ადამიანმა რო გიწონდა მაგ საქმეზე და ანუ რა აქვს რა ხალხს ინტერესია ემას გამოძება უნდა მე ეგრე ფიქრობ რა დიახ და იგვაძინის რუსებმა 200 წელი ღრმად აი ილია ჭავჭავაძე ძახდა გამოძებას ოსდილობ მაგინებთო გვერდზე ტრიალდები და ხრინავთო და გონებაზე მოდითო აი ზუსტად ალბათ მაგ გამოღიძვების სტადიაში ვარ ილია ჭავჭავაძე რამე ხილში მოგდა იგავიდა სცენოგეთ და არა მოვგალით ხო მოვგალე მე ერთი რამე მინდა კიდევ თქვა თუ შეიძლება კი ბატონო ჩემი რამდენიმე არა უფრო რამდენიმეზე მეტი თქვა ესე რომ თქვა 10 პროექტი არის გაკეთებული ქართველ ოსტატებთან თანამშრომლობით აი პროექტს რო ვიღებ იქ შედის თქვა ფოლადი ან შედის ოქროთის შემკობა მე თვითონ ასევე შემიძლია ეს ამას ვაკეთებ მაგრამ რაღაც ლოჯისტიკიდან გამომდინარე და სხვა სიმპათიების გამომდინარე საქართველოს ძალიან მაგარი ოსტატები არიან თქვა აღდგომელაშვილი და ზაქრონონიკაშვილი ოქროთის შემკობით ხო მათთან თანამშრომლობ და ისინი მიკეთებენ ამას ეს აუცილებლად მინდა რომ და მათი დამღები ჩემი პრინციპული მოთხოვნით ადევს ყველა ნამუშევრს ვისთანაც თანამშრომლობ მაგრამ ეს ჩემი პროექტები არის უბრალოდ და ამით მე ვფიქრობ რომ ასევე ხარისხი მაღლდება თვითონ თავიანთ როგორც მე ვიმაღლებ ხარისხს ყოველ შემდგომ ნამუშევრზე ისინიც იმაღლებენ რომ ფინანსდება ეს თანხა შედის საქართველოში და მესამე კიდე საერთო ხარისხი მაღლდება იმიტომ რომ ერთი რო ნახავს რომ ეს ხარისხია კარგი საქმეა რა ესე კი არა ეგ არის ძალიან მაგარია მაგრამ ამით კონტაქტობ ჩემ ქვეყანას სამშობლოსთან ურთიერთობაში ვარ და ეს მახარებს ანუ ეგეთი თანამშრომლობა კოლაბორაციას ეძახიან უცური სიტყვა ძალიან მაგარია რა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენ კიდე შევხვდებით ერთმანეთს ეთქვე დღეს მიფრინავთ უკვე ამაღამ უბრალოდ ხვალ დილას ადრე ღამე იქითა წელს თუ აპირებთ ჩამოსვლას აი ახლა 8 წელი არ ყოფილვარ ზურა 8 წელი რატომღაც არ ვიცი იმის წინ ყოველ წელს დავდიოდი მუშაობდი აქ ეროვნულ მუზეუმთან ურთიერთობა მქონდა იქ და ეს რა 8 წელი ჯერ თავიდან ვიზარმაცე მე თითქოს საქმეზე ვზარმაცი ვარ რა ეს ჩემს სახელოსნოში ცხოვრობ
ყველა ქართულის და მაგრამ მე პანდემია ჩვენ მოგულ ყოველ წელს დადის და ეხლა გადავწყვიტე რომ ყოველ წელს ჩამოვიდე. თან ეს თევზაობი მიყვარს ნადირობა და აი ამ დროს თუ ჩამოხვალთ რამე თუ იქ არ ჩამოგადეკი რამე ნივთი უნდა ჩამოიტან და აქ უნდა ვნახო აი ხელში აქ იქნება ახლა ჩემი ნივთი ამ 21 ოქტომბერს მეტეხში მაგრამ მე პირადად არ ვიქნები ჩემი ბიძაშვილი აქ გავუკეთ ერთ ადამიანს იმერული კაბიანი ხმალი თავისი ხანჯლი თავის იმ ქამარში გამოფენაზე იქნება ეგ გამოფენასაც ჩატარდება მეტეხის სასტუმროში მეტეხის სასტუმროში როდის 21 ოქტომბერს 21 ოქტომბერს ხო არც დიდი დრო არ არის დარჩენილი ხო და მობძანდით რა და ბავშვები მოიყვანეთ თქვენთან მოდით ვისაც ისტორიული რაღაცები და იქ ვიღაც იქნება კიდე მე უოჭველი ვიქნები ბატონი დავითიც იქნება ამასაც უყვარს ხმლები ხანჯლები რომ წამოყვა თავს ვაკნალე ხო და თქვენ ნივსაც ვნახავთ ალბათ და კიდე სხვები და მე როგორც მეხანჯლე ეგრე უნდა მივიღო მონაწილეობა და ჩემი რამოდენიმე ხანჯალი უნდა მივიტანო. აუ მაგარი იქნება რა ეთი ხმალიც უნდა მივიტანო და ორნი ვართ ვინც ერთად ისიც სამხედროა ხო და იქ უნდა დავდო რა და რავი რაღაცა პატარა ნავი ხო იცი ზღვა კოვდი დაილე პატარ რაღაცები შეუჩიჩხინოთ ხო რაღაცა გამოგვივა რა ქართულ სპარტაშორის ღვინის მუზეუმში აქ კიდე სხვა გამოფენა იგეგმება უნდა ეს უფრო ხელოვნების კუთხით მაგრამ იარაღის კუთხეც იქნება და შენ ნამუშევრებსაც თუ გამოთვენ კი ჩამოვალ აუცილებლად ეხლა მე არ ამაქვს პრეტენზია მაგარი მე მაგრამ სხვებთან აი თქვენი და გოჩა შენი იმითი რა ქვია შეწევნით ხო სხვა მეერაღებას იგივე მიმიღო რომ პატარ რაღაცები ჩავიძრო პირადად გავაცნო რა ყველას იმათი თავი და იმათი შემოქმედება მე ამას არ უყურებ როგორც ხელო ეს არის შემოქმედება ეს არც ხელოსნობა და არც არაფერი არ არის ეს არის პირდაპირ გაგებით და ცოტა შეპრობილი უნდა იყო ალბათ შეპრობილი უნდა როგორც მე ვარ შეპრობილი როგორც თქვენ ახლა როგორც დავითია შეპრობილი პროფესია უნდა ჩაიწეროს მაინც კანონში როგორც მჭედელი და პროფესია კაი იქნება რომ ცოტა მეტი ყურადღება მოგიქცეთ კი მაგრამ რაღაც ეგეც იქნება ალბათ რა ამითი დავასრულოთ მეგობრებო ცოტა დიდი ვიდეო კი გამოგვივიდა მაგრამ იმედია საინტერესო ვისაც ეს საინტერესებს ის დარჩებოდა ძალიან უკმაყოფილო იმიტომ რატო დიდი არ არის უფრო ვისაც არ აინტერესებს კიდე ეს რა ყველა ვიდეო და იმად მოდი თავი დავალებოთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მომზანებისათვის ბატონო დავით რო ვისტუმრე ბატონო დავით შენ რო დაგვესწარი ბატონო დავით კარგად მზადდებოდეთ გვიყურეთ არხი გამოჭეთავდეთ შემდეგ ვიდეომდე